აჰა, ხედა, მაგარია. გვიანია, ბიჭებო, გოგოებო უნდა წავიდე. ჩვენ კიდე ხვალ არ გააგვიანო რა. აბა ხე. კი, ძალიან მაგარია მინდი. არა, ჩვეულებრივად. რა ეთყობა ახლა მას რომ ხოლ გასაუბრებაზე მიდის? რა უნდა მეტყობოდეს? ეხლა დავიწყო ნერვიულობა? სივი გაგზავნილი გავს? სივი საერთოდ არ ამბობს, მაგრამ ყავს ნაცნობი რედაქციაში. ამას შეხედე რა, ერთი კვირის წინ შევხვდები და გავაგზავნიო. ეხლა დაჯექი და დაწერე. სად დავწერო? აქ? ხო, აი, აქ. პირდაპირ ჩვენს თვალს წინ და აჰა შენ ლეპტოპი. შენ საბილიარდოშიც ლეპტოპი დადიხარ? თქვენ ხო ჟურნალისტები ხართ. და მალე შენც მოგიწევს. ხოთ. რა უნდა ჩავწერო სევიში? ერთი უმაღლესი უკვე დავამთავრე. ეხლა ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ. ჟურნალისტიკა ჩემი ოცნება. მოსვლა ეგეთი რაღაცების ჩაწერა სევიში? ჟურნალისტიკაში მთავარია პრაქტიკა. რამდენჯერ უნდა გითხრა? არა, ნაცნობების კარგია, მაგრამ პრაქტიკა. გამარჯობა. გითხარით თქვენ შესახებ ფულის სიტყვა. მე მქვია ნიკა, ვარ მე-4 კურსის სტუდენტი, წერს ბლოგებს. რაზე წერთ ბლოგებს? სულიერ სიმშვიდეზე, ჯანსაღკვებაზე, ჯანსაღ სექსზე. გასაგებია. თუ ქონიათ რესპონდენტებთან ურთიერთობა? არასოდეს, თუმცა ვისწავლე რთული არ უნდა იყოს. მოწონს თქვენი შემართება. შეძლებთ ყველა თემაზე წეროთ? დიახ. თემა არის ანაბრები. ანაბრები? პრობლემა არ ამე? არაფერი, უბრალოდ ვისგან უნდა მივიღო ინფორმაცია. სხვა შორის ძალიან საინტერესო და პრობლემატური თემაა. უბრალოდ თქვენს თაობაში ნაკლებად პოპულარულია. ამჯერად მოგცემთ ექსპერტების სიას. წარმატებები ნიკოლოზ. მისგან დავიწყო. ნიკა, ბებია ყავთ? დიახ. ხოთა მისგან დაიწყეთ. ჩემთვის საბჭოთა კავშირი მე-6 გრძნობასავითაა. აღარ არსებობს, მაგრამ თავს მახსენებს. არქიტექტურა, საბჭოთა მანქანები, ქუჩის დასახელებები და კინო.
მართალია ანდროპოვის ყურები დაანგრიეს, თუმცა მგონია რომ საბჭოთა დაზვერვა მაინც აიდაღას მითვალთვალებს. კი, გეთანხმებით. ყოვლის შემძლე კაგებე ჩემი თაობისთვის ხუმრობის თემა გახდა. მაგრამ ჩვენი ბებია-ბაბუების დროს ისეთივე რეალობა იყო, როგორიც უფასო განათლება და ფულის დაგროვება შემნახულ სალაროებში. საბჭოთა შემნახველი სალარო სისტემა საკმაოდ უცნაური იყო, რადგან საბჭოთა სახელმწიფოს ინტერესებს უფრო ემსახურებოდა, ვიდრე მოქალაქეებს. შემნახველი ბანკი სახელმწიფო ბანკი იყო, მაგრამ მის უკან სინამდვილეში რაღაც გარკვეული ფონდი და საინვესტიციო საქმიანობა არ იდგა. ეს თანხები გროვდებოდა ცენტრალიზებულ ბიუჯეტში და მიმდინარე ვალდებულებების გასასტუმრებლად იქნა გამოყენებული მაშინდელი მთავრობის მიერ, ანუ საბჭოთა მთავრობის მიერ. მაშინ ძალიან ბევრი პრობლემები ჰქონდა იმ მთავრობას. ავღანეთში ომობდა, ეკონომიკა ძალიან ცუდად მუშაობდა, არაფერი იყო გასაყიდი ნავთობის გარდა, რომლის ფასი იყო დაბალი და შესაბამისად ნაკლებად შემოსავლები შეძდიოდა და რა თქმა უნდა ერთ-ერთი წყარო, ვთქვათ, რითიც აფინანსებდა მიმდინარე ხარჯებს, ეს იყო რა თქმა უნდა ის თანხები, რომელიც ანაბრებიდან შემოდიოდა. ამიტომ ძალიან დიდი მითია თითქოს ადამიანები, რომლებიც ანაბრებს ანთავსებდნენ ამ ბანკში, იყვნენ უზრუნველყოფილი. სინამდვილეში მათი რესურსები თითქმის ყისიერად იხარჯებოდა მაშინდელი მთავრობის მიმდინარე ხარჯებს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მოქალაქეებმა შექმნეს ამხელა რესურსი სახელმწიფოსთვის, სახელმწიფო მათ პროდუქტების რიგში აყენებდა. მანქანების მიღება გაწერით იყო, ბინების კი ჩაწერით. ქალაქ თბილისის მემილიონე მოქალაქე ნიკა ჯაფარიძე თვალსა და ხელშუა დაგვივაშკაცა. და იმისათვის, რომ მან და მისმა მეგობრებმა თავისუფლად ისეირნონ თბილისის ქუჩებში და სუფთა აერით ისუნთქონ, მრავალი წვრილმანი და მსხვილმანი საკითხია მოსაგვარებელი. ადამიანებს ჰქონდათ ანაბრები, მაგრამ ეს ანაბრები იყო ვირტუალური, ანუ ჩანაწერების დონეზე. მის უკან არ არსებობდა რეალური თანხები, რესურსები, რომლებიც შეიძლებოდა ამ ადამიანებს გამოეყენებინათ მათ, როცა უნდათ მაშინ. თანხები სინამდვილეში უზრუნველყოფილი იყო იმ იმედით, რომ ახალი ანაბრები იქნებოდა განთავსებული ამ სახელმწიფო სალაროში და შემდეგ ამით იქნებოდა დაბრუნებული წინა ანაბრები. ანუ ერთი ვალი უნდა გადახდილიყო მეორე ვალით. სხვა გზა არ ჰქონდათ და საბჭოთა მოქალაქეები გულწრფელად ანდობდნენ თავის ფულს სახელმწიფოს. Мне безразлично, каким он будет этот завтрашний день. Не только для советских людей. 90-იან წლებში აღმოჩნდა, რომ მთელი სახელმწიფო ბუტაფორიული იყო. საბჭოთა კავშირი დაინგრა და რუბლიც ქვეშ მოიყოლა. თანხა, რომელიც იყო შეტანილი შემნახველ ბანკებში, საბჭოთა კავშირის ბანკებში, მოხდა ამ თანხის, ამ ფულის გაუფასურება ინფლაციური პროცესების გამო. ეს მოხდა 15-ვე რესპუბლიკაში. თუმცა მას ჰქონდა რაღაცა სპეციფიკა ყველა მათგანში, თავისი გამოვლენით, იმიტომ რომ ზოგანის უფრო რთულად განვითარდა შემდეგი პროცესი, ზოგან უფრო მარტივად. შემნახველი სალაროები დაიხურა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. 15-ვე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში მეანაბრეებს პრობლემები შეექმნათ. პასუხისმგებლობა ახლად შექმნილ სახელმწიფოებზე გადავიდა. 1991 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს 4 მილიონ მოქალაქეს ანაბრის სახით შემნახულ სალაროში 8 მილიარდი მანეთი ჰქონდა შენახული. ასეთ მასშტაბურ პრობლემაში გარკვევა ადვილი არ არის, მაგრამ მე ვეცდები დავადგინო რა დაემართა ანაბრებს. Алло. ბებო, როგორ ხარ? ბებო, გამოვალ დღეს შენთან დავრჩები, სამუშაო მაქვს. ხო, მალე მოდი არ დაიგვიანო, თორე მე ვინერვიულებ, ხო იცი შენ? აბა, კარგად. კარგი, აბა არ მოიწინო. კარგი, აბა დროებით. ხო, კაია, ბებო. ბებო. ჩემი ნახელავი მოგწონს? ბებო, მე მგონი დავიწყე მუშაობა. რას ლაპარაკობ? დღეს ვიყავი გამომცემლობაში. ხო. ხო და მომწეს თემა დასაწერი ანაბრებზე. ხო. ხო და მე ვერ უთხარი ანაბრები ბევრი გვაქვს სახში თქო.
მე კი ვითხარი, მაგრამ მე უნდა დავწერო. ხო. ხო და უნდა მომეხმარო რაღაცები და მომიყვე. მოგიყვები მე რა გაინტერესებს? რა მაინტერესებს და ყველაფერი. აბა? მე საღამოს იქნება ჯერ რაღაც დასაწერი მაქვს და საღამოს იქნება ციგნაკი მაჩვენო ციგნაკი რაღაცები ამიხსნა როგორ რა ხდებოდა. რა ხდებოდა არ ვიცი, მივდიოდით სალაროში და ვაბარებდი და იქ რა სწერდნენ მერე გაჩვენა. ბევრი ციგნაკი გაქვს? არა მაგ ბევრი. ერთი 100 ცალი? 100 ცალი არ შეიძლება ციგნაკი კონდეს. საბჭოთა კავშირი დაინგრა და 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს პარლამენტმა ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ამ ხელანაბიჯი კი გადავდგით, მაგრამ დიდად ეკონომიკაზე არ გვიფიქრია. არც მოსკოვს უფიქრია დიდხანს. ყოფილი მოძმე რესპუბლიკამ მალევე გამოაძევა სამანეთო ზონიდან. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს თავისუფლების ფასი გაცილებით ძვირი დაუждდა. სამოქალაქო ომს აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომები დაემატა. ამას მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა და 300,000 დევნილი. საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი გახდა, მაგრამ ყოფილმა მეტროპოლიამ კატეგორიული უარი განაცხადა ყოფილი თანამოქალაქეების ანაბრების გადახდაზე. საქართველოში არსებული ანაბრები გადაიქცა ფაქტობრივად საბანკო ჩანაწერად. ეს იყო ციფრები ქაღალდზე, რომელსაც არ ჰქონდა არავითარი სავალუტო უზრუნველყოფა. საქართველო გამოვიდა დაკარგული ტერიტორიებით მიმდინარე სამოქალაქო ომით და იმ არასწორი ფულადსაკიდო პოლიტიკით, რომელსაც მაშინდელი ეროვნული ბანკი აწარმოებდა და რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ეკონომიკური კრიზისი და კიდევ უფრო დიდი ტემპებით გაზარდა ინფლაცია. რას ნიშნავს ინფლაცია დღეს ჩემთვის? ალბათ უბრალოდ სტატისტიკურ მონაცემებს. ფული უფასურდება, თუმცა რამდენიმე პროცენტით. თუ გადავითვლი წლევანდელ ხარჯებს და შევადარებ შარშანდელ მონაცემებს, ცხადია სხვაობა შევამჩნევ, მაგრამ ინფლაცია ყოველთვის ასეთი შეუმჩნეველი არ ყოფილა. 5 წლის რომ ვიყავი, მშობლების მოცემული ფულით მაღაზიაში გავრბოდი. საღეჭი რეზინა 200 საბჭოთა რუბლი ღირდა. 90-იანი წლების საღეჭი რეზინა ტურბო. კარგია ბავშვობა. მაგრამ არ ამგონია ყველას ასეთივე სასიამოვნო შეგრძნებები აკავშირებდეს ინფლაციასთან. ისიც მახსოვს, რომ თვეობით ლობიოს და მაკარონს ჭამდით. ქვეყანაში პრაქტიკულად არავის ეცალა ეკონომიკისთვის, მთლიანად, ასე ვთქვათ, სამხედრო ხარჯების გაწევით იყო ქვეყანა დაკავებული და ეს ხარჯები იყო საკმაოდ სოლიდური, ამიტომ ფულის დეფიციტის პირობებში და მანეთის და რუბლის მიწოდების შეწყვეტის პირობებში ქვეყანაში გადაწყდა შემოღებული იყო ადგილობრივი ფულის შემცვლელი ერთეული, რომელსაც ერქვა კუპონი, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, იმიტომ რომ ქვეყანას შიგნით რესურსი არ გააჩნდა და გარეთ უნდა ეყიდა გარკვეული პროდუქტები, ამიტომ დაიწყეს ფულის ბეჭდვა, რომ შიდა ვალდებულებები მინიმუმ ყოფილიყო გასტუმრებული. ომი მოითხოვს ფულს. 3 ომის შემდეგ სახელმწიფო ღრმა კრიზისში ჩავარდა. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც. ინფლაცია მიაღწია 8500%-ს. პურის ფასი 285 ჯერ გაიზარდა. საშუალო ხელფასი $1.50 იყო. თლიანი შიდა პროდუქტის ჯამურმა ვარდნამ შეადგინა 72%. ეს იყო რეკორდული მაჩვენებელი პოსტსაბჭოთა სივრცეში. საბჭოთა ანაბრების საკითხში გარკვევა და პრობლემის მოგვარება საქართველოს მთავრობამ არაერთხელ სცადა. 1992 წლის 8 სექტემბერს სახელმწიფო საბჭოს ნომერი 158 დეკრეტის თანახმად საქართველომ ანაბრები შიდა ვალად აღიარა. 1998 წლის 5 მარტს
პარლამენტმა მიიღო კანონი სახელმწიფო ვალის შესახებ, სადაც დააზუსტა, რომ საბჭოთა ანაბრების შიდა ვალი 502 მილიონ ლარში ადგენს. 2001 წელს შეიქმნა პირველი სამთავრობო კომისია საბჭოთა ანაბრების თემის შესასწავლად. თავმჯდომარედ მისთვის მოულოდნელად პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი დაინიშნა. კომისიაში უნდა შესულიყვნენ სამთავრობო ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლები, მაგრამ კომისია მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა, რადგან წევრებმა უარი განაცხადეს მუშაობაზე. პროფესორ მექვაბიშვილს ფაქტობრივად მარტოს მოუწია სიმართლის დადგენა. მე ვფიქრობ, რომ ჩემზე არჩევანი შეერჩერდა იმ გარემოების გამო, რომ მე იმ პროცესებში ჩართული არ ვიყავი თავრობის მხრიდან, ვიყავი აკადემიური წრეების წარმომადგენელი, მეცნიერი და ერთადერთი შეხება 90-იან წლებში განვითარებულ პროცესებთან ჩემი ის იყო, რომ გახდეთ, ასე ვთქვათ, დაზარალებული მიანაბრი. ელგუჯა მექვაბიშვილის მოხსენებაში პირველად გაიჟღერა ინდექსაციის შემდეგ გადათვლილმა რიცხვმა 400 მილიონი დოლარი. მექვაბიშვილის დასკვნაში ეწერა, თუ რისგან იყო გამოწვეული ჰიპერინფლაცია და რატომ გაუფასურდა საბჭოთა ანაბრები. თვალის ზომით ეთყობა. მასე არ გამიზომია მეფულები. საუბარი იყო იმ კონკრეტულ შეცდომებზე, ხარვეზებზე, რომელიც სამთავრობო ეკონომიკურმა გუნდმა დაუშვა თავის საქმიანობაში და რამაც გამოიწვია ჰიპერინფლაცია და ჰიპერინფლაციის შედეგად ანაბრების გაუფასურება, ფაქტობრივად გაქრობა ამ ანაბრების უმეტესი ნაწილისა. შემდეგ იყო საკითხი დასმული იმის შესახებ, რომ როგორი უნდა იყოს მთავრობის დამოკიდებულება აი ამ ანაბრების დაბრუნების მიმართ. ანუ მე ვამბობდი ასეთ რაღაცას, წერდი ასეთ რაღაცას, რომ არის ასეთი პრაქტიკა მეთქი. მაგალითად, ბალტიისპირეთის რამდენიმე ქვეყანაში ასე მოხდა, რომ მთავრობამ კეთილსინდისიერად პატიოსნად უთხრა თავის მოსახლეობას. ხალხო, ის ანაბრები, რომელიც თქვენ საბჭოთა დროში ქონდათ შეტანილი, ეს იყო ასე ვთქვათ იმ პერიოდის ანაბრები და ჩვენ ამ ანაბრებს თქვენ ვერ დაგიბრუნებთ, არ არის ამის შესაძლებლობა, ჩათვალეთ, რომ ეს არის ის თანხა, ხარკი, რომელიც თქვენ გაიღეთ საბჭოთა რეჟიმიდან გამოსვლის საფასურად. მოხსენებითი ბარათი, რომელიც ელგუჯა მექვაბიშვილმა პრეზიდენტს წარუდგინა, გამოყენებული არ ყოფილა. დასკვნა დღემდე ინახება პროფესორის პირად არქივში. საბჭოთა ანაბრების თემაში გარკვევის კიდევ ერთი მცდელობა 2004 წელს. თემის გაცოცხლების ინიციატორი ყოფილი ბანკირი, პარლამენტარი ვანო ჩხარტიშვილი. მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ ჩხარტიშვილმა მოითხოვა საგამოძიებო კომისიის შექმნა, ანაბრების გაუფასურების ნამდვილი მიზეზების და მის მითვისებაში დამნაშავე პირების ვინაობის დასადგენად. კომისიის თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე იხსენებს, რომ ინფორმაციის შეგროვებაში თვითონ დაზარალებული მიანაბრები ეხმარებოდნენ. არის ის ინფორმაცია, რომელიც შემოიკრიბა და შეიკრიბა ადამიანებმა მოიტანეს ეს ინფორმაცია ოფიციალურ სტრუქტურებიდან ავიღეთ, ეს ინფორმაცია იდო და დავახარისხეთ და დაიდო. კომისია დამნაშავე პირების დასჯას ვერ მოითხოვდა, თუმცა კომისიის დასკვნაში ზუსტად იყო დადგენილი ანაბრების გაუფასურების მიზეზები. მთავარი დამნაშავე არის იმ პერიოდის მთელი ხელისუფლება, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე ეროვნული ბანკი და მათი პრეზიდენტები, რომელთა მიერ 1992-93 წლებში წარმოებული დანაშაულებრივი ფულად საკრედიტო პოლიტიკა ერთ-ერთი განმსაზღვრელი აღმოჩნდა იმისა, რომ მოსახლეობის დანაზოგები ფარატინა კუპიურებად იქცა. ასევე ის 500-ზე მეტი ფირმა, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს მოქალაქეთა ანაბრების განულებაში. სულ 1992-93 წლებში საქართველოს ეროვნულ ბანკს საკრედიტო რესურსის სახით 500-ზე მეტ ორგანიზაციაზე 646 საბანკო ოპერაციით გაცემული აქვს 854 მილიარდი რუსული მონეტი და კუპონი ერთად, რომელიც იყო დანაშაულებრივი ხასიათის ფულად საკრედიტო პოლიტიკის შედეგი. ვასილ მაღლაფერიძე არ გამორიცხავს, რომ ზოგადად ხელისუფლების ინტერესებში სულაც არ შედიოდა კომისიის დასკვნის გათვალისწინება. უფრო მარტივი იყო ეს პასუხისმგებლობა კერძო პირისთვის გადაებრალებინა. რაც შეეხება ჩხარტიშვილს, მასზე კომისია წერს.
შესწავლილი მონაცემების გათვალისწინებით, ვანო ჩხარტიშვილი 1992-93 წლებში ვერ შეძლებდა გავლენა მოეხდინა ქვეყანაში ფულად საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებაზე, ან კიდევ მოქალაქეთა ანაბრების გაუფასურების პროცესზე. მისი გვარი არ ფიგურირებს იმ 500 კომპანიაში, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს საკრედიტო რესურსების დანაშაულებრივ ათვისებაში. კომისიის მიერ შესწავლილი ზოგი ამბავი დეტექტიურ ისტორიას უფრო გავს. მაგალითად, ფულით სავსე სატვირთო თვითმფრინავის ბურუსით მოცული გაუჩინარება. ვასილ მაღლაფერიძე ამ შემთხვევას საუკუნის ძარცვას უწოდებს. მას ეს ამბავი თვითმხილველმა გამსახურდიას მთავრობის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა გურამ აფსნაძემ მოუთხრა. სიტუაციურად გადმოგცემთ, მის და ამბობს, ის არის ფინანსთა მინისტრი, სრულიად გამსახურდიას მთავრობაში და სულ ბოლოს, ესე იგი, წავედი მოსკოვშიო და ფული მოსკოვში არა, სადღაც სხვა ქალაქი თქვა, სადაც ფული იბეჭდებოდა, არ მახსოვს ახლა ის ქალაქი. და იქ მოკლედ ამ ნაცნობებით იმით შევძელიო, რომ სახალხო თელი ფული უნდა ჩამოტანილიყო და ფულის მასა უკვე ძალიან ჭირს, ფულის მასის მოძრაობა და მე ჩემი ნაცნობებით გავაკეთე ისო, რომ ერთი დიდი ტუო, ეს მახსოვს, სატვირთო პირდაპირ ესე პალეტებით რო იტყვიან, ერთი მახსოვს რომ უნდა რომ თითო კუბად იყო შეღრული 1 კუბური მეტრი, 1 კუბური მეტრი კი არა, თითო კუბები ცელოფანით შეხვეული, ფიცრის იმებზე დადებული და მთელი თვითმფრინავის სავსე ისე რომ მე ლამის პილოტის კაბინეტში ვიჯექიო და ვოფრინავდი თბილისში. სწორედ ამ დროსო ჰაერშივე გავიგეო რომ მითხრესო რომ ომი დაიწყო თბილისში, სამოქალაქო ომზეა საუბარი და მითხრეს რომ გამსახურდიამ რომ ქუთაისში დაჯექიო. თითქოს ეკონომიკაზე ვწერ, თუმცა მისტიკას გვერდს ვერ ვუვლი. წარმოიდგინეთ მინისტრი კონიაკებით ხელში ჩადის რუსეთში, ერთი თვითმფრინავი ფულის წამოსაღებად. ჰაერში ატყობინებენ, რომ დედაქალაქში დაიწყო სამოქალაქო ომი. პრეზიდენტი მინისტრს უბრძანებს დაჯდეს უსაფრთხო ადგილას. თვითმფრინავი ჯდება ქუთაისში. მინისტრი ფულს ტოვებს ბანკის რომელიღაც საცავში და ჩქარობს დაბრუნდეს პრეზიდენტთან. სანამ მთავრობის წევრები ბუნკერში ისხდნენ, ვიღაცამ შეანგრია ბანკის საცავი და მთლიანი რესპუბლიკის კუთვნილი თანხა, ალბათ ასობით მილიონი საბჭოთა მანეთი გაიტანა. ფაქტია, რომ ქართველები ამ დროს ერთმანეთს ვესროდით. ჩნდება ეჭვი, რომ მარტივი მანიპულაციების შემდეგ ფული ისევ იქ აღმოჩნდა, საიდანაც გამოაგზავნეს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ იმ დროს საქართველოში გამართულად მხოლოდ საბჭოთა სამხედრო ბაზები ფუნქციონირებდნენ. რატომ ხდება საქართველოში ასე? კითხვები უფრო მეტია ვიდრე პასუხები. აი კიდევ ერთი ახალი კითხვა. როგორც ჩანს, საბჭოთა ანაბრები და პოლიტიკა განუყოფელია. საზოგადოება ვერ იღებს სწორ ინფორმაციას. ჩახლართულ საკითხში გარკვევა კი მარტივი არაა. ადამიანები უსმენენ და რატომღაც უჯერებენ პოლიტიკოსებს მაშინაც კი, როცა მათი მოწოდებები ლოგიკას ეწინააღმდეგება. იმ პერიოდისათვის რაიმე ფორმით ანაბრების გასტუმრებაზე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის მოსატყუებელი თემა, ან წინასაარჩევნოდ რაღაც წამოწეული სატყუ არა, რომლითაც უნდათ აუმრჩევლების გულის მოგება. რეალურად, ვინც კი ელემენტარულად ერკვეოდა ეკონომიკაში, იმდროინდელი ჩვენი პოტენციალი არ იძლეოდა არავითარ საშუალებას, თუნდაც დაწყებულიყო ანაბრების დაბრუნების პროცესი სიმბოლური სახითაც კი. ბებო! მე რომ მეუბნები ხოლმე, არ მოწიო, შენ რო ეწევე? შენ არ უნდა მოწიო, იმიტომ რომ მოზარდი ხარ და. გავიხსენოთ, ჩემი ბავშვობა რომ თამაშობთ. აი, ერთით მეც გიდებ შენ. ხო. აბა, ვითამაშო. კიდევ ერთხელ, ფაქტები. 1992 წელს საქართველოს 4 მილიონ მოქალაქეს ჰქონდა შემნახველი წიგნაკი. მთავრობამ მიიღო ანაბრების ზრდის შესახებ დადგენილება. ანუ, ვისაც ჰქონდა 10,000 მანეთი,
პირდებოდნენ გაზრდას 15,000-მდე, უფრო მეტიც. დაპირდნენ, რომ მეანაბრეები ყოველ შეტანილ ერთმანეთზე ორმანეთს მიიღებდნენ. მოწოდებების შედეგად შემნახვალ სალაროში 8 მილიარდი მანეთი შევიდა. ეს 7-იანი. ეს კაროლი. ეს 7-იანი. ეს კაროლი. ანუ დაახლოებით 50 მილიონი დოლარი. ერთი წლის შემდეგ საბჭოთა მანეთის ინფლაციის გამო ამ შენატანების ღირებულება 36-ჯერ გაუფასურდა. 100 რუბლი წავაგე. აბა შენ რაღაცა ამდაზაროა ხო? მაშინ ხორცი ღირდა 2 რუბლი. აუ, აბა ეხა 15 ღირს თუ რაღაცა, ხო მაგამდე? ეხლა ესე ღირს, მაგრამ მაშინ კურსი ხო სხვა იყო? ანუ ასმანეთად შემიძლია რომ არო გავსულიყავი? ასმანეთად მინდოდა მექნა რესტორანში წავსულიყავი. რესტორანშიც წახვიდოდი, კარგ თეატრებში წახვი გაჭრილია. კარგ თეატრშიც სახელმწიფომ მოატყუა მოქალაქეები. ისე რომ დავფიქრდეთ მეანაბრეებს სხვა რა არჩევანი ჰქონდათ. ფულის ხელში გაფუჭებას ბანკში შეტანა ამჯობინეს. ყოფილი ფინანსთა მინისტრი დავით იაკობიძე თვლის, რომ საზოგადოება ბოლომდე ვერ აანალიზებდა, რას ნიშნავდა ინფლაცია. ის ხალხი, ვინც ლაპარაკობს, რომ ჩვენ ფული დავკარგეთ და ჩვენ ეს ფული რომ დავკარგეთ, უნდა დაგვიბრუნოთ და უნდა დაგვიბრუნოთ იმ განზომილებაში, რომელშიდაც შევიტანეთ, რომელშიდაც დავკარგეთ კი არა. ნომინალურად, ხო? აი ეს ხალხი ერთ რამეს ემყარება, რომ ჩვენ მთავრობამ გითხრა, რომ შემოიტანეთ ფული. ეხლა მთავრობამ შეიძლება გითხრა შემოიტანე ფული, მაგრამ არ დაგაძალა, გითხრა, თუ შემოიტანს, კარგი იქნება და მე მოვახდენ მაგ ფულის ინდექსაციას. და ეს 92 წლის შემოდგომაზე, ვისაც ფული შექონდა, ხდებოდა მისი ინდექსაცია და რომ შეიტანდი, თქვა 1000 ლარ, ოდიშით რუბლს, რუსულ რუბლს, გიწერდნენ 1500 რუსულ რუბლს. შემდეგ გითხრეს, რომ ანგარიშებზე რაც აქვს ფული, ამასაც ესეთნაირად გაგიორმაგებთ და ასე გავაკეთებთ. ესე იგი, შენი ნომინალი იზრდებოდა. ეხლა, შენ ხო ხდებოდი, რომ ეს ნომინალი იმიტომ იზრდებოდა, რომ ინფლაცია იყო. 10ჯერ იყო გაუფასურებული ფული, ხო? აბა ეხლა ხო ფიქრობ, რომ შევიტანო ეს ფული პრაქტიკულად რა დაემართება. გაუფასურებულ სივრცეში კიდევ უფრო გაუფასურდება. მაშინ რატო შეგაქ? და ეგ დაისვა კითხვა, ალტერნატივა რა გაქვს? იგი არ უნდა ივისი ბრალია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ გამოდიოდი ქუჩაში და ლოზუნგებს ყიროდი და ზოგს თოფი გვეჭირა ხელში და დავრბოდით, ხო? რომ ამას რაღაცა ეკონომიკური შედეგები მოყვებოდა, ხო? მე ახლა არ მინდა პათეტიკური გამოვიდე, მაგრამ ჩემს სიახლოვე ძალიან ბევრი ხალხია, ვინც სიცოცხლესაც წირავდა იმ პერიოდში რაღაც ფასეულობებს და ეხლა მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ სიცოცხლეს წირავდნენ და არა ვთქვათ შემნახველი სალაროში არსებულ ფულს. სახელმწიფო უცნაურად იქცეოდა. სანამ ხალხი გაოცებული აკვირდებოდა მანეთის ვარდნას, ეროვნულმა ბანკმა კრედიტების გაცემა დაიწყო, მაგრამ არა ყველასთვის. ჰიპერინფლაციის დროს კაპიტალის დაგროვება ეგრეთ წოდებულ ელიტას ერგო. გახსოვთ მე საწოდავმა ბანკის თავმჯდომარე მოიკლა თავი, ეს ძალიან ბევრს აწყობდა და ფაქტობრივად ამითი მე იყო ლაპარაკი ძალიან ბევრი დვანიშვილის ბრეულზე, იყო არ იყო, რთული სათქმელია ეს ბრეული იყო თუ არ იყო, მაგრამ ფაქტია რომ ფაქტებია დადასტურებული, როცა ფურცელზე მითხდებოდა ამ კრედიტის გაცემა. მიხვიდოდი გასაკურველი მიხვიდოდი რომ მისულიყავი თქვენ არ მოგცემდე და მე არ მომცემდნენ, ის უნდა ყოფილიყავი თქვა ესე თეცაღელოიანი. სესხი ხშირ შემთხვევაში იყო პოლიტიკური ლოიალობისათვის თუ პოლიტიკური მხარდაჭერისათვის გაცემული ხარკი. და აი ამ სესხების უკან იდგნენ როგორც მთავრობის წევრები, დეპუტატები, ასევე სამწუხაროდ მაშინდელი პრეზიდენტიც. დვალიშვილის ეგრეთ წოდებული ელიტარული სია ნამდვილად არსებობდა თუ არა დღეს დანამდვილებით ვერავინ ამბობს. სამაგიეროდ ეროვნული ბანკის არქივებში დღესაც ნამდვილად არსებობს სხვა სია. სიაში ჩამოთვლილია 86 ბანკი და სპეციალურად შექმნილი 500 კომპანია. დღეს ამ საბუთს ეროვნული ბანკისგან ითხოვს ახალგაზრდა ადვოკატთა ორგანიზაცია. თბილისის საქალაქო სასამართლოში შეგვაქვს აღნიშნული სარჩელი, საუბარია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ და ჩვენ გვაქვს ძალიან არგუმენტირებული დასაბუთება
ფაქტები და მტკიცებულებები თუ რატომ არის აღნიშნული ინფორმაცია საჯარო. გვესაჭიროება ის ინფორმაცია, რომელიც მოვითხოვეთ ეროვნული ბანკისგან და მივიღეთ უარი, ჩვენ გვინდა რომ აი სათავიდან გამოვყვეთ პრობლემას, მივიდეთ ბოლომდე და შემდგომ უკვე მოვამზადოთ ყველაფერი იმისთვის, რომ უпроსტად სადოთ, რომ მივიდეთ კონკრეტულ ციფრამდე. დადგენილია ის გარემოებაც თუ როგორ ხდებოდა კრედიტების აღება ეროვნული ბანკიდან, რომელიც ძალიან მარტივი სქემით ხორციელდებოდა. მაგალითად, სახელმწიფო საბჭოდან ამ მთავრობიდან გაიგზავნებოდა ნაცნობი პიროვნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და სიტყვიერად შეუთანხმდებოდა კრედიტის რაოდენობაზე. ამის შემდეგ წავიდოდა ეს პიროვნება და იმავე დღეს იუსტიციის სამინისტროში გაატარებდა რეგისტრაციაში რომელიმე ფირმის ან როგორც კერძო კომერციული ბანკის სახელწოდებით გაივლიდა რეგისტრაციას და მეორე დღეს ეროვნული ბანკიდან იღებდა დაპირებულ კრედიტ ავიზოს. ამბობენ, რომ ეროვნული ბანკიდან ტომრებით გამოტანილი მანეთი და კუპონი პირდაპირ სატვირთო მანქანების ძარიდან იცვლებოდა დოლარზე. თითქოს სოფლიდან ჩამოტანილ კარტოფილს ყიდნენ. გასაგებია, როგორ დაიწყო ინფლაცია. აბა რა მოხდებოდა, როდესაც ეროვნული ბანკი საბჭოთა მანეთს და კუპონებს ტომრებით არიგებდა. მე მახსოვს ძალიან საინტერესო პერიოდი, აი 92-93 წლებში, როდესაც სწავლობდი სკოლაში, დილით მივდიოდი და პროდუქტებზე იყო ერთი ფასი, სკოლიდან როცა ბრუნდებოდი, უკვე ფასები იყო რამდენჯერმე გაზრდილი. აი ძალიან კარგად აჩვენებს ჰიპერინფლაციის არსს, როდესაც აი საათებში იცვლება ფასები პროდუქტებზე და პრაქტიკულად მოსახლეობის შემოსავლები რჩება იგივე და ეს არის პრაქტიკულად გაღარიბება და გაღატაკება მოსახლეობის. არასწორ შიდა პოლიტიკას საგარეო პოლიტიკური პროცესებიც დაემატა. დამოუკიდებლობის 10 წლის თავზე საქართველოსთვის მწვავედ დადგა საგარეო ვალის 2 მილიარდი დოლარის გადახდის საკითხი. დასავლელმა კრედიტორებმა შემოგთავაზეს საგარეო ვალის რესტრუქტურიზაცია. სამაგიეროდ საქართველოს უარი უნდა ეთქვა თავის წილზე საბჭოთა კავშირის აქტივებში და პასივებში. საქართველოს ძალიან დიდხანს გაუძალიანდა რუსეთს და ერთ-ერთი ბოლო იყო, რომელმაც ხელი მოაწერა ეგრეთ წოდებულ ნულოვან ვარიანტს. პარიზის კლუბში რუსეთის ვალის გადავადების სანაცვლოდ ჩვენ დავთმეთ პრეტენზიები საბჭოთა კავშირის ქონებიდან ჩვენი კუთვნილი წელიწადმი და მე მიმაჩნია, რომ ეს იყო შეცდომა, იმიტომ რომ ეს თემა შეიძლება გაგრძელებულიყო და მრავალი წლის შემდეგ სხვა ფორმით შემოტრიალებულიყო საქართველოს სასარგებლოდ. საქართველოსა და საბჭოთა კავშირის განქორწინება პარიზის კლუბში გაფორმდა. საქართველოს უზარმაზარი ვალი დარჩა. თავისუფლებას ხომ მაღალი ფასი აქვს. ბებო? ხო, მომიტანე? არის შენი აზრით? ძალიან კარგი. არის სიახლე და. ო, რა კარგი რაღაცებია. რა გინდა რა? არა, შო. მე მეგონა კაზი რაღაცა შემოშებოდა. ხო. მასვიზო. კაი, არა შეს. ავა, რა ურასე? არ ვიცი, ახლა ვნახავ და. გასაგებია, რომ საბჭოთა ანაბრების თემა ყოველთვის პოლიტიზირებული იყო და მას ყველა პოლიტიკური ძალა სათავისოდ იყენებდა. სახელმწიფო ერთხელ დაურიგა ფული მეანაბრეებს. 1998 წელს 5 მილიონი ლარი გაიცა პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა. არ მოვიდა დრო სახელმწიფო სერიოზულად მიუდგეს ამ პრობლემას. შეიძლება ფიქრობენ, რომ თემა დავიწყებას მიეცემა. პროფესორი მიხეილ ჯიბუტი თვლის, რომ ეს თემა აქტუალობას არ დაკარგავს. 1998 წელს ეს აღიარებული იქნა ვალად და დღემდე ეს შიდა ვალად და დღემდე ელოდება ეს კითხვა პასუხს სახელმწიფოსაგან.
საქმე იმაშია, რომ ხელისუფლებები იცვლებიან, თუმცა კითხვაზე პასუხი არ არის, მაგრამ ეს კითხვა ვერ მოიხსნება. ამიტომ საჭიროა, რომ ხელისუფლებამ მოიხსნეს მის ხალხს სწორად, მიიღოს გადაწყვეტილება და მრავალვარიანტიანი გადაწყვეტა ამ საკითხის შესთავაზოს და ამპლიტუდა აქაც დიდია. შეიძლება თქვას, რომ საერთოდ ჩვენ ქვეყანას ამის შესაძლებლობა არ გააჩნია და ეს უნდა დაასაბუთოს რატომ? ან თქვას, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს ნაწილობრივ, ან არსებობს ეს შესაძლებლობა გაწერილი დიდ დროში, დაწყებული ფასიანი ქაღალდების დაუშვათ ვადით 20, 25, 30 წლითაც კი. საბჭოთა კავშირში ჩვენ გარდა კიდევ 14 რესპუბლიკა იყო. საინტერესოა, როგორ გადაწყდა ანაბრების პრობლემა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ლევან კალანდაძე ამ საკითხს დიდი ხანია იკვლევს. იგი თვლის, რომ უნივერსალური ფორმა არ არსებობს, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სხვების წარმატებები და შეცდომები. პრაქტიკულად ეს პროცესი მხოლოდ ორ ქვეყანაში, ლიტვასა და ყაზახეთშია სრულფასოვნად დამთავრებული. ლიტვის მთავრობამ განაცხადა, რომ ლიტვა ეს ქვეყანა შექმნილია ამ ადამიანების მიერ და შესაბამისად ის ქონება, რაც ლიტვას გააჩნია, ეს არის ამ ადამიანების ხელით, შრომით შექმნილი. შესაბამისად ლიტვის მთავრობის საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის სწორედ 80% მიმართული იქნა საბჭოთა მეანაბრეების სადმი წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარად. აზერბაიჯანმა არ აღიარა აღნიშნული თანხები სახელმწიფო ვალად და კომპენსაციები, რომელიც 2013 წლიდან უნდა დაიწყოს მოქალაქეებისთვის გაცემა, აღიარა სახელმწიფოს კეთილინების გამოხატვად, სახელმწიფოს ერთგვარ ჟესტად იმ მოქალაქეებისადმი, რომლებიც დაზარალდნენ. აზერბაიჯანში ეს პროცესი 2013 წელს იწყება და 2015 წლისთვის უნდა დამთავრდეს. ძალიან პოლიტიზირებულია ეს პროცესი უკრაინაში. 2008 წელს, როცა ტიმოშენკოს მთავრობამ გარკვეული პოლიტიკური წინასაარჩევნო მოსაზრებების გათვალისწინებით დაიწყო იმ 12 მილიონი ადამიანისთვის კომპენსაციების დარიგების განახლება, რომელიც ზოგადად უკრაინაში იყო. პირველი ფულის გაცემა მოხდა პრაქტიკულად ერთბაშად. ამან გამოიწვია სერიოზული ინფლაციური პროცესები უკრაინაში და პრაქტიკულად გრივნა ამ პროცესების შემდეგ 90%-ით გაუფასურდა. ნუში კითხები გამოგიხსენეთ მე თქვენ მეილზე და მაინტერესებს ხოლმე გინახავთ. ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს პრობლემა და თუ ანაბრების დაბრუნებას გადაწყვეტს, არ დაივიწყოს ხალხური ანდაზა. ვაის გავეყარე, უის შევეყარეო. ყოველთვის ვამბობდი, რომ ის 4 მილიონი ნახევარი კაცი, ვისაც შემნახველს სალაროს წიგნა კი ქონდა, ისეა ყველა თითეული მათგანი და მთლიანად ყველა ვალდებული ეკონომიკაში შექმნილი ვარდნის გამო და პასუხისმგებელი, როგორც ყველა დანარჩენი. და როგორც მე შევეგუე შემნახველის სალაროს წიგნას თქვა, ისე შეეგუოს ისიც რა მოხდა. ბევრი წერია ნომინალში 12 მილიონი, ხო იცოდა იმ კაი ადამიანმა, რომ 12 მილიონად მაშინ 6 სნიკერსი მოდიოდა და 7 ისა რა ქვია პაჩკა მაგნა. ეგ სიგარეტი იყო. მე ძალიან სკეპტიკური ვარ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს იქნება დიდი ტვირთი. დიდი ტვირთი სახელმწიფოს თვის, დღევანდელი სახელმწიფოს. ამ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს ლაპარაკობ, შეიძლება და ვიგულისხმოთ რაღაც კონკრეტული ჩინოვნიკი. ეს არის გადასახადის გადამხდელი, იმიტომ რომ სინამდვილეში მას მოუწევს ამ ტვირთის აღება და არა რომელიღაცა კონკრეტულ ჩინოვნიკს, პრემიერ-მინისტრს თუ პრეზიდენტს თუ ასე შემდეგ. ამიტომ ეს გადაწყვეტილება ძალიან რთული იქნება. პოლიტიკურად რთული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ასე მიიღებ გადაწყვეტილებას თუ ისე, ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამას დაუპირისპირდება და მოითხოვს სხვა გადაწყვეტილებების ასრულებას. კონფლიქტური არის ეს გადაწყვეტილება თავისი არსით. ამიტომ მე არ მიმაჩნია, რომ ეს ადვილად შეიძლება მოგვარდეს. მიდგომა ბევრია. ჩვენ ალბათ ჩვენი ქართული ფორმულა უნდა მოვიფიქროთ. მთავარია ანაბრებს ჩამოვაშოროთ პოლიტიკა. თავრობამ პატიოსნად, ობიექტურად სიმართლე უთხრას მოსახლეობას. უბრუნებს ამ ანაბრებს თუ არ უბრუნებს. თუ არ უბრუნებს, მაშინ უნდა ახსნას მიზეზები, რატომ ვერ უბრუნებს ან არ უბრუნებს. თუ უბრუნებს, მაშინ უნდა გაიწეროს პროცედურა.
რამდენს უბრუნებს, როდის უბრუნებს, რა თანმიმდევრობით უბრუნებს, რა ფორმით უბრუნებს და ასე შემდეგ. ეს საკითხი არ უნდა იყოს პოლიტიზებული. ეს საკითხი უნდა იყოს წმინდა პროფესიონალური. ანუ უნდა დასხდნენ ფინანსისტები, ეკონომისტები, სტატისტიკოსები, მეცნიერების, ბიზნესის, სამთავრობო წარმომადგენლები და მიიღონ, ასე ვთქვათ, შეჯერებული გადაწყვეტილება, რომელიც მერე წარედგინება ხელისუფლებას და ხელისუფლება მიიღებს რაღაც გადაწყვეტილებას. ოჩახნიკა სახელმწიფო ბარათის აღება არ დაგავიწყდეს. ინებეთ თქვენი სახელმწიფო ბარათი. ბატონ ნიკოლოზ, ანაბარს ხომ არ გახსნით ჩვენთან? ანაბარს? ვიფიქრებ. Let me tell you about a girl who know. She is my baby and she lives next door. Every morning before the sun comes up, she brings my coffee in my favorite cup. That's why I know, yes I know, hallelujah, I just love her so.